ეს არის დიდი და კრიტიკული საკითხი, ბევრი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ უპირველესი მაინც არის დედაქალაქის მერისგან, დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან დაჭერილი პოზიცია, რომელიც არ აღიარებს იმას, რომ თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი. ამას კახაკალაძე არ აღიარებს, შესაბამისად ამას არ აღიარებენ ადგილობრივი გამგეობები და არ იგეგმება ბიუჯეტი ისე, რომ მიზანმიმართულად ამ საკითხებზე იმუშაონ, დაპრიორიტეტდეს უსაფრთხოების საკითხი თბილისში და სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ არაერთ შემთხვევას, მარტო უკანასკნელი 10 დღე რომ ავიღოთ ლოტკინზე, სკვერში, რკინის კონსტრუქცია დაეცა გოგონას თავზე და ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, ასევე გუშინ გავრცელდა ვიდეო, ეს გუშინ მომხდარი ამბავი არ არის დაახლოებით 1 კვირის წინ მოხდა, როცა ტროტუარზე მიმავალი ადამიანი დაიღუპა, დიახ, მანქანა დაეჯახა და აქ ყოველთვის არის ხოლმე, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ისრების გადამისამართება ერთ შემთხვევაში თქვათ მოზარდებმა ვანდალურად დააზიანეს რკინის კონსტრუქცია და სწორედ ამიტომ დაეცა იმ გოგონას თავზე, მეორე შემთხვევაში მძღოლი დაადანაშაულეს, მაგრამ იმაზე არავინ არ საუბრობს, რომ ეს ავტომანქანა იდგა ტროტუარზე. ტროტუარზე არ უნდა იდგეს ხო ავტომანქანა და არათუ ეს ერთი ავტომანქანა, იქ კიდევ სხვა ავტომანქანებიც იყო და შესაბამისად ადამიანი ფაქტობრივად შუაში იყო მოქცეული ამ მანქანების, დაიძრა ერთ-ერთი მანქანა და ფატალურად დასრულდა ეს ამბავი. ეს იმის ბრალია, რომ თბილისის განვითარებას მხოლოდ კორპუსების მშენებლობით უყურებენ, აი კორპუსები რო შენდება, ამას მიიჩნევენ თბილისის განვითარებად, მაგრამ ამას რომ უნდა მოყვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული განვითარება, ეს აპარკინგე, სივრცეები იქნება თუ სკოლები იქნება თუ ბაღები იქნება თუ უსაფრთხოების მექანიზმები და ბერკეტები, ამაზე არ საუბრობენ. სწორედ ამის გამოა, რომ სამხრივად ვითარდება ქალაქი, შენდება ძალიან ბევრი კორპუსი, მაგრამ ამას არ მოჰყვება ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარება, ჩამორჩენილია ამ ხრივ თბილისი ბევრად იმას, რამდენი კორპუსით შენდება, ბევრად ნაკლებად მიყვება სწორედ ეს განვითარების ტემპი ამ მიმართულებით. რა უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი გამგეობების მუშაობის დღის წესრიგი? რას უნდა აკეთებდნენ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ალბათ უნდა გამოიძიოს ამბავი და იმის შესაბამისად უნდა დადგინდეს ვინ არის ბრალეული, თუმცა მეორეს მხრივ არის ასევე ვანდალიზმის შემთხვევები, მოქალაქეების მხრიდან დაზიანების ფაქტები, თუმცა ჯამში მაინც პასუხისმგებელი ალბათ არის ქალაქის ხელმძღვანელობა ამ ყველაფერზე. რა უნდა ხდებოდეს სწორად? სად ვაკლებთ? მონიტორინგი არ გვაქვს ძლიერი ამ შემთხვევაში, ხარისხს არ ექცევა ყურადღება, როცა არ ვიცი, იგივე საქანელები თუ ასე შემდეგ მსგავსი ტიპის ატრაქციები მონტაჟდება, რა არის მთავარი გამოწვევა? უპირველესი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს არის უპირველესი პრობლემა, როცა დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, ამით უკვე გარკვეულ სიგნალს, ნიშანს აძლევს სხვა ხელმძღვანელ პირებსაც და პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემა გამოირიცხება. ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარე არის ის, რომ არ შეიძლება მხოლოდ მოზარდებზე ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაზე გადაიტანო. ის არის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ამ შემთხვევის შემდეგ, როცა ლოტკინის სკვერზე ეს ამბავი მოხდა, არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ზუსტად ვანდალური ფაქტები იყო დაფიქსირებული და ამას არავინ არ უარყოფს. ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ დედაქალაქის მმართველობის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ როცა ერთი შემთხვევა მოხდა, მეორე შემთხვევა მოხდა, ესე იგი შესაბამისად ამ ხრივ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი და დასამონტაჟებელია უსაფრთხოების სისტემები. ან ყველა სკვერში იყოს უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი მაინც, რომელიც მსგავს ვანდალურ ფაქტებს აღკვეთავს. ხო, ჩვენ უშოთ ბავშვებს სკვერში, გასართობ სივრცეებში, სადაც წესით არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეთ, მაგრამ ისინი იქ ხდებიან ჯანმრთელობის დაზიანების მსხვერპლები. ცოტა რთული იქნება თითო სკვერზე თითო ადამიანის გამოყოფა, რაღაც მონიტორინგის სისტემის ამოქმედება უფრო სწორი. მაპატია თამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ათასობით არ ვიცი, უამრავი თანამშრომელი არის დასაქმებული დღეს უსმენდი სწორედ 1113 თანამშრომელია თელავის მერიაში მარტო დასაქმებული. თბილისში წარმოიდგინეთ უკვე რამდენია, ხო? როცა უსაფრთხოებას ეხება საქმე და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამაზე უმნიშვნელოვანესი არ შეიძლება რამე იყოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი ყველა სკვერში იყოს დანიშნული უსაფრთხოების თანამშრომლად, რომელიც მსგავს ფაქტებს აღკვეთს თუ არა და ყოველთვის მივართ მსგავს შედეგებამდე, როცა ადამიანები ზიანდებიან გასართობ სივრცეებში. არის კიდევ მეორე კომპონენტი, ამაზე მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო, თქვენ თქვით, რომ კიდევ რა არის ამის მიზეზი. ამის მიზეზი არის კიდევ ის, რომ ტენდერები არ ცხადდება ისე, როგორც უნდა ცხადდებოდეს. ამ ტენდერებში იგებენ კომპანიები, რომლებიც არიან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები. ხშირ შემთხვევაში არ არის კონკურენცია. მე გაგახსენებთავლაბრის მეტროს ამბავს, სადაც დაიტბორა ერთი წვიმის შემდეგ აღნიშნული მეტროსადგური
ჯგუფური, რომლის რეაბილიტაციისთვის, მისი იზოლაციისთვის, ანიაღურე სისტემების მოწყობისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ ნახეთ რა შედეგის დადგა. აქაც გამარჯვებული კომპანია არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი 60,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის და როცა ეს ურთიერთობებია, როცა მსგავსად ცხადდება ტენდერები და შესაბამისად ლოიალური დამოკიდებულება, ბუნებრივია, რომ ეს ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების საკითხი არ დგას მაღალ სიმაღლეზე, პასუხისგებლობის საკითხი არ დგას მაღალ სიმაღლეზე და შესაბამისად ვიღებ მსგავს შემთხვევებს. გვაწვდიან ხშირ შემთხვევაში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, რაც არის. ბუნებრივია, რომ ხარისხოა. ეხლა მე არ ვიცი რამდენად დაზუსტებული ინფორმაციაა, თუმცა მე ნახე ჯგუფებში და ვაპირებ, რომ ეს გადავამოწმო. ზუსტად ის კონსტრუქცია, რომელიც ლოტკინის სკვერში გადავარდა, ფაქტობრივად ყველგან მოხსნეს ეს საქანელები. შესაბამისად, ეს უკვე ბადებს გონივრულ ლეჭს, რომ სავარაუდოდ რაღაც მერიის საქმიანობისა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რაღაც მონიტორინგი დაიწყო და სრულად მოხდა ჯამს. ალბათ დაიწყეს, ხო, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ურტყავს მაინც ხო მათ ხელისუფლებას, ბუნებრივია, რომ ძალიან მძიმე დაზიანება აქვს ამ ბავშვს მიღებული და კიდევ ერთი ფაქტორი არის, როგორც კახაკალაძე მისი ადგილობრივმა გამგეობამ თავის განცხადებაში თქვეს, რომ ეს იყო ვანდალური ფაქტი, ახალგაზრდებმა დააზიანეს, თუმცა იქვე წინააღმდეგობრივი განცხადება გაავრცელეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგინს. ამ ხრივაც პოლიტიკური დაკვეთა უკვე გაკეთებულია, რომ მაინც და მაინც ამ მიმართულებით წავიდეს. მე არ გამოურიცხავ იმას, რომ ვანდალური ფაქტი იყო, მაგრამ არ შეიძლება, რომ პასუხისგებელმა პირებმა მსგავსი განცხადებები გააკეთეს. თბილისის მერიას უნდა ეთქვა, რომ მოხდა მსგავსი ფაქტი, ნახოთ რას დაადგენს გამოძიება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ავიღოთ სრული პასუხისგებლობა, მაგრამ ნაცვლად ამისა ისაუბრეს მოზარდების ბრალეულობას. ისევე როგორც ყველა სხვა წინა ფატალური შემთხვევის დროს მადლობა ნიკა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ნიკა ჩერქეზიშვილი ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად.